როდესაც ადამიანი თავის თავს ვერ პატიობს, ეგ უფრო ამპარტავნება არის ვიდრე სინანული. იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ცოდით დაცემული ადამიანები ვართ. ანუ აი წმინდა მამები ასეთ რამეს ამბობენ, ესე იგი ტანჯველ რელიგიურობას უწოდებენ ასეთ რამეს. ერთი რომ ძალიან ცოდვილი გონია ადამიანს თავისი თავი უკიდურესად და მეორე რომ გონია რომ აი უკვე აღარ არის ისეთი როგორც ხვები არიან და ეს ორივე ტანჯველი რელიგიურობა. ადამიანმა უნდა იცოდეს რომ ჩვენ ცოდვილები ვართ, აი იგივე წმინდა ბასილი დიდი ასეთ რამეს ამბობს. ჩვენ ადამიანები ვართ და შეუძლებელია რომ ცოდვაში არ ჩავარდეთ, მაგრამ ცოდვაში რო ვარდებით, ეგ კი არ არის პრობლემა. ანუ რო წავიქეცთ პრობლემა, მაგაში არ არის, იმიტომ ადამიანი ხარ და ეგრე მოხდება. პრობლემა ისაა რომ ადგომა არ გინდა. აი გარ. ამიტომ ეს აი ძალიან მარტივად რო შევხედოთ. რამდენჯერაც წაიქცევი, იმდენჯერ უნდა წამოდი. აი წმინდა სისოიდიდან ეს თუ არ ვცდები მე-4 საუკუნის დიდი მოღვაწე იყო. მიდის თავის სულიერი შვილს და ეუბნება, მამაო, ცოდვაში ჩავარდი, ანუ დავეციო. რა ვქნაო და ისე ეუბნება, წამოდექიო. წამოდექიო და ისევ დავეციო. და რა ვქნო, კიდე წამოდექიო და კიდევ წამოდექი და კიდე, ანუ ეს გრძელდება და ჩვენ რამდენჯერ ქონია, აი სიტყვაზე ვამბობ, აი გინდა რომ რისხანეთ არ უთხრა ვიღაცას, მოდი აი ხვალ მაინც აღარ ვეტყვიეს და ხვალაც ეგრე აკეთებ. ოღონ კიდე გინდა რომ გამოასწორო ზეგაც ეგრე და როდემდეო ეკითხება ეს სულიერი შვილიდან. წმინდა მამა პასუხობს რომ იქამდე ვიდრე ამ წუთი სოფლიდან ან მონანუს და ან უნანელს არ გაგიხმობენ. აი ბოლომდე, ბოლო ამოსუნთქვამდე ეგ ბრძოლა. და ესე იგი რაც შეეხება იმას, რომ რამდენად საჭიროა ტკივილი ჩვენს ცხოვრებაში, რომ რაღაცა წარვემატოთ, ტკივილის გარეშე, მოდი ესე ვთქვათ, საეკლესიო ენაზე, განსაცდელის გარეშე შეუძლებელია ადამიანი რომ გადარჩეს. განსაცდელის გარეშე შეუძლებელია. ოქროც ცეცხლის გარეშე ხო ვერ მინარევებისგან ხო ვერ გათავისუფლდება. ადამიანსაც ეს ჭირდება, განსაცდელები ჭირდება. ესე რომ ამაში აი არაბუნებრივი და უჩვეულო არაფერია. უფალი ცხვასი ამბობს, რომ ჩემსკენ მომავალი გზა არისო ვიწრო, ეკლიანი და ძნელად სავალი. ერთ-ერთ წმინდა მამას ეკითხებიან, რომელიაო ღვთისკენ მიმავალი გზაო და ის პასუხობს, ერთადერთიო და რომელია? და აღმართი. აღმართია, ეს არ არის დაღმართი, ის არ არის იოლე, მაგრამ ღმერთთან ერთად ყველაფერი იოლდება. თუ ადამიანი გულწრფელად არის ღმერთთან. აი ალბათ ეს არის. ტკივილის გარეშე არა ვართ არც ერთი. აი რომ ყველაზე მეტად რომ იღიმის შეიძლება ადამიანი, არც ის არ არის ტკივილის გარეშე. აი ზოგჯერ ყოფილა ჩემთან მოსულა ადამიანი, მე დიდი სამღვდელო პრაქტიკა არ მაქვს, მაგრამ მაინც არის ხოლმე შემთხვევები, რომ აი ადამიანია, აი არხეინ ადამიანად ითვლება, ყველა შენატრის, რა კარგად აი როგორ არის. აი დამჯდარ ვარ, გვისაუბრია და აღმომიჩენია, რომ თურმე ამასაც რამხელა ტკივილი აქვს. მაგის გარდა ეს ჩვენი ჯვარია. და აი ამ ჯვრის სიდიდეს უფალი განსაზღვრავს. თითოეულს ისეთ აძლევს, როგორიც უშუალოდ მას ჭირდება რომ გადარჩეს. და განსაცდელი მალე შეწყდეს, ნიშნავს რომ ჩვენ გვინდოდეს რომ უფალო ჩამოგხსენი ამ ჯვრიდან, მეტი აღარ გვინდა. აი მაგალითად ადამიანს წვეთოვანს უსხავენ. ბოლომდე ხო უნდა მოითმინეს, შუაში რო თქვას რომ აღარ მინდა. და რა მოხდება მე? მისთვის არ იქნება უფრო ცუდი. ამიტომ ჩვენ ის კი არ უნდა ვეძებოთ. დაუშვათ ჯვრები კი არ უნდა ვეძებოთ. ანუ ცხოვრებისეული სირთულები მე ასეთი უფრო მომეწონება. აი ამ ჯვრის ზიდვის ძალა უნდა ვეძებოთ და წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს, თუ ჩვენი ჯვარი ქრისტეს ჯვრად გარდაიქმნა, მაშინ ჩვენი ჯვარი შემსუბუქდება. და როდის მოხდება ესო? როდესაც აი როგორც მარჯვნივ ჯვარცმული ავაზაკი ისე ვიტყვით, რომ ჩვენ სამართლად ღირსი რომელი ვქმენით მოგვეგების, ანუ რაც დავაშავეთ, იმის გამო ვისჯებით. ჩვენზე მოწეული განსაცდელის ღირსად რომ ჩავთვლით თავს და არ ვიტყვით, რომ მე რატო მომივიდა ესე, მაშინ ჩვენი ჯვარი ქრისტეს ჯვრად გარდაიქმნება და მსუბუქდება. და თუ ვიტყვით, რომ აი ამ ჩემს ტკივილში ის არის დამნაშავე, ის არის, ჩვენი ჯვარი უფრო მძიმდება. აი ეს